მოგესალმებათ გაჩჩილი მაიკო. ხმა რატომღაც ამ ბოლო პერიოდში მეკარგება და რატო არ ვიცი. რათა არ ვიცი. შევუდგეთ გამოფხიზლებას, მოწესრიგებას და მე სამსახურში წასვლას და როგორი ამინდია არ მკითხოთ. გაჩვენებთ ახლავე როგორი ამინდია. ღმერთო ჩემო, ცა ჩამოდის. როგორი გრუხუნ-ბრუხუნია თქვენ არ იცით. ისეთი გრუხუნი იყო ლამის საწოლიდან გადმოვარდი. რა გახდა ერთი თერძი ბესო მითხარით. შეიძლება ასე დაუსრულებლად წვენდე? ხო და ვინაიდან და რადგანაც ცა ჩამოდის სრულიად სიტყვის მნიშვნელობით გადავწყვიტე ჩავიცვა 5. ხო და ეხა მინდა რომ ცოტა გამოვფხიზლდე. აუ რო გითხრათ სიმართლე ხა მე საუზმე მინდა თქო მოგატყვილებთ. საერთოდ არ მესაუზმება. ზურამ შემპირდა გამოგიგზავნიო ლუმიდიმ გამოუშვა, ანუ ლუმიდის ნალექიანი ყავა რო არის, აი მაგ ლუმიდიმ გამოუშვა თხილიანი ნალექიანი ყავა. ხო და ამანაც რო გამოვაგზავნიო, აუცილებლად რომ გამოგიგზავნიო. ძალიან მომეწონა, ძალიან მაგარი გემო აქვსო და შენცო მოგეწონებაო. რძე, სად არის რძე? როგორი იყო წუხანდელი ღამე? უცნაურად მეძინა, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ უჩვეულო იყო ჩემთვის ბავშვების არ ყოფნა და პერიოდულად მეღვიძებოდა, მინდოდა რომ ბავშვები შემემოწმებინა. საბანი ხომ არ გადასძვრათ. რამე ხომ არ უნდათ. მერე მახსენდებოდა რომ მაიკო ბავშვები არ ეყავს სახლში. დედა შენთან არიან. ხო და ვიბრუნებდი ძილს. რა საყვარელი ხარ მაიკო. მოკლედ რა ხდება ეხლა? პირზებრ წყალი შევისხი, ხო და ავას რო დავლევ. მერე მივიტიტყდი დამატენიანებისგან, დამზისგან დავცავს. მანამდე ვისაუზმებთ. რითი ვისაუზმო არ ვიცი. არც მე აი არაფრის ჭამა არ მინდა. მართლა არ მინდა ოღონდ არაფრის ჭამა. შეიძლება ბანანი შევჭამო ერთი ხა. მე როგორ ჭიკჭიკებენ ჩიტები. დღეს რა მაქვს გეგმაში? მივდივარ სამსახურში. მიმაქვს გემრიელობები. ხო და აუ რა ცუდი არის ბადე რო არ აქვს ჩემ ფანჯრებს. აქ პატარა ეგრეთ წოდებული ფორტოჩკა რო არის, მანდ მე გავაკეთე ბადე. იმიტომ რომ ეს სულღიად არის, იმდენად სულღიად არის ეს პატარა ფანჯარა. ვეცადე რომ მომეხსნა საერთოდ, მაგრამ მარტო ვერ მოხსენი. და აქ ბადე რაც არის, ემატკიц. მე დავამაგრე. და ჩემი ძმა ხუმრობდა, არ დაუცადე ჩემი ძმის მოსვლას და ჩემი ძმა ხუმრობდა. მე მგონი ერთ დღეს მოვალო და რემონტ გაკეთებულს დამახვედრებ შენ ბინასო. ისეთ ტემპში მიდიხარ. წვიმა მოგონებებს ასველებს. აქ მაქვს ჩემი წიგნები.
ეს cookbook-ი 365. ესეც მეორე cookbook-ი, ესეც 365. ესენი მაქვს ნაყიდი, ვიტყვით ახლა, სადღაც 2009 წელს. კოლონაკში რომ ვმუშაობდი ათენში. და ესეთი დასურათებული არის. ერთ-ერთი გაზეთი არის კათიმერინი, ვინც ათენში ცხოვრობთ კი იცით. და აი იმ გაზეთში ამოვიდა ერთი კვირადღეს, მეორე კვირადღეს. და წარმოგიდგენთ იმ დროინდელია. თევზეულობა, პასტა, იმ დროინდელი ნაგროვებია. იმდენად დეტალურად არის აღწერილი პასტა სახლის პირობებში როგორ უნდა გააკეთო. მიყვარს ესეთი წიგნები და ესე ვაგროვებდი მოკლედ ესეთ წიგნებს. ეხა გამახსენდა. ერთ-ერთი ქართული წიგნი მქონდა კიდე წლების წინ ნაყიდი რეცეპტების. და რა ყუყავი ნეტა გავაჩუქე? შოკოლადი. და ეს არის კონდიტერია. კონდიტერია და ეს არის კონდიტერია. და ეს არის პურფუნთუშაული. ძალიან დეტალურად არის ახსნილი. ეგრეთ წოდებული მუსის ტორტები, როგორც ბერძნებს უყვართ. აი ესეთი ტორტები არის აქ. ბერძნულ საკონდიტეროებში შემოიყიდება. მაგრამ ესენი ძალიან კარგი წიგნებია ორივე. ერთადერთი ჩავუჯდე, რომ სახლში რეცეპტების მიხედვით თავისუფლად შეგიძლია რომ გააკეთო სადილე. ღუმელი ჩემი ტკივილია. არ მუშაობს ჩემი ღუმელი ნორმალურად, ისე როგორც მე მინდა. დავლი ახლა ყავა, ნელა მოვწესრიგდი და მე წავბარგდი სამსახურში. ხანდახან რა წამოვლები აქ ამაცი ვარს. რა გემართება კაცო. მე წავბარგდი სამსახურში ჩემი გემრიელობებით. არაფერი არ უნდა დამჩეს. ეს ჭიქა ძალიან მიყვარს, ეს არის ნამდვილი ფაიფური. და ჩამომიტანა ჩემმა ბიძაშვილმა პეტერბურგიდან, როდესაც ათენში ვიყავი. მაშინ ჩამოვიდა პეტერბურგში და აქ აწერია არა მარტო საბერძნეთში, პეტერბურგშიც ყველაფერი გვაქვს. ძალიან მიყვარს. და დეიდა ჩემსაც ჩამოვიტანა კიდე რაღაც ჭიქა, მაგრამ იმდენად ხო ის არის, რა ქვია, მასიური დიდი ჭიქა ჩანს, მაგრამ ისეთია, ჰაეროვანია, ფაფუკი, ჩატე, ფაფუკი, ჩატე. ყავა ნეტარება. ვცდილობ იშვიათად დავლიო, იმიტომ რომ საერთოდ აკრძალული მაქვს. ჩემი შვილები ეპარებიან თაფლს. უჩემოთ
განა არ ვაჭმევ. უბრალოდ აქედან მოსწონთ ესე უცებ რომ მივლენ და ესე მოხდია თავს და ესე ჰოპ ჩუმად შეჯამენ. ეს პროცესი მოსწონთ. რა თქმა უნდა არ უშლი, იმიტომ რომ ხა ჩემი შვილების გარდა ამ თავს არავინ არ ჭამს და არიქა შვილო ვუხსნე რომ არ შეიძლება აქედან პირდაპირ ჭამე, რომ ოღონდ ჭამონ თაფლი, იმდენად სასარგებლოა. ესე დავინახავ ჩამოვადელა ქვემოთ ეს თაფლი მეცინება, როდის ასწრებთ ჭამას თქო. შევავსებ, ეხლა უნდა შევავსო ისე. ახანი ვადროებ კიდე. მე შევავსებ. და ეპარებიან თავს. პატარა მაიმუნები. გავიდეთ, გავიხედეთ ფანჯარაში რა ხდება. ვაი, მე ჩამომივარ და ამერტო ჩემოღარ ავიღე. გავიდეთ რა ხდება, ვნახოთ ფანჯარაში გაგიყვანთ. როგორი წვიმიანი ამინდი გვაქვს. უბრალოდ მოსაბეზრებელია ამდენი წვიმა უკვე. ივლისი რაღა იყო და ივნისია ბოლო. წავედი მოვწესრიგდი, ასე თუ ისე. სათვალეები მანქანაში დამრჩა, ამიტომ რომ ჩავალ მერე გავიკეთებ. ეხლა ჩანთას გავამზადებ. მოვიკიდებ ბარემ. გავიტან ამ ტკბილეულს შემოსასვლელში, მე ფეხზე ჩავწვენ და წავალ. და ამინდი გამოდის ნელა-ნელა. მედია გვეშველება, წაიწმინდება ჩანს. აი გამოჩნდა. როგორი წმინდებაცა. იმედია გვეშველება. წავედით, გავემართეთ სამსახურისკენ ერთ ჩემ უსაყვარლეს თანამშრომელს უნდა გავურიო, რა გავურიო, რაში უნდა გავურიო, კაც გავუარო. აი მე მეთქი სარკე რატო არის ესე თქო. და გუშ გამახსენდა რა ქვია მაგას მანქანა მანათებდა ცუდად შუქს და გადავრთე სარკე. ხოდა ჩემს უსაყვარლეს თანამშრომელს უნდა გავუარო და წავალთ ახლა ერთად სამსახურისაკენ. სათვალისწმენდისაც წავიღე. სულ სათვალისწმენდის ძებნაში ვარ. სულ შეიძლება მაიკო ესე? რა ხდება გოგონი? ჩამოვიტანეთ კბილეული, კაი იყოს ესე გავიკეთებ და მე სამსახურში რომ მივალ, რომ გადათით საყვარელი. სამსახურში რომ მივალ, მე უფრო კარგად გავწმენდ. ხოდა ამინდი გამოდის და ისე მიხარია. ჩემს სიხაროს საზღვარი არ აქვს. მოვედი ბაღში, მოვიყვანე ჩემი თანამშრომლები. გემრიელობები მაგიდაზე მოვათავსე და დიდი ალბათობით ბოლო დღეებია ჩემი ამ ჯგუფში და ამ ბაღში და ამაზე მე მოგვიანებთ მოგიყვებით. რა შვებით ხალხნო და ჯამაათნო. სამსახურში ვიყავი. მივირთვით კბილეულობა რაც წავიღე. მაგ კბილეულობის გარდა შევიძინე კიდე ხაჭაპურები და ლობიანები შევუკვეთე და წონები დავამატე ცოტა კიდე. და უზომოდ კმაყოფილები დარჩნენ ჩემი უსაყვარლესი თანამშრომლები.
ეხლა რა ხდება? და გამოვედი რაღაც საქმე მქონდა და ბრუნდები ისევ სამსახურში. ამინდი გამოვიდა არაჩვეულებრივი. და ცოტა არ იყოს ცხელა. იმიტომ რომ დილით წამოვედი ამ ხუდით და თან საწვიმარი ლაბადაც მეცვა. გამოვიდა მზე. ჩემი სათვალისმინები როგორ გამოგდა. ეხლა დავბრუნდები სამსახურში, ავიკრავ გუდანაბად ცოტა ხანში, ეს მაგ დანაწვავი და ისე მტკივა დიდი ხანია ძალიან რომ მიხორცდება და არც შეხორცდა. დავიწვი მწარეთ რომ იტყვიან. ხოდა ასწავლეთ ჩულებს მოძრაობის წესები. მაქსიმალურად ეცადეთ რომ ბავშვებმა ისწავლონ მოძრაობის წესები. თორე იღუპავენ თავს და ღუპავენ სხვასაც. სახლში მოვედი, გოგოებს გამოვუარე და აკერეზაში არიან. ნელა, ფრთხილად სრიალებენ. დრუნცულიკოები. რა ბედნიერება ესე, ფანჯარასთან თამაშობენ ბავშვები. კიმნერვი ვიყავ, ახლა მე რო არა ვარ იქ. მაინც რაღაცნაირად განვიცდი, მაგრამ ხანდახან თავისუფლებაც უნდა მისცე. ეს როგორ ეხმარება? ყოჩა ხეველინ, ყოჩა ხეველინ. ჩემო სიცოცხლე. თანასწარ ფეხები გააქნავა წინ უკან. დარამ, სარეცხი ჩამოხსენი და დასაკეცია. თეთრებით, შავებით, ჭრელებით, ამბებით. ხო წვიმდა ეს დღეები. ხო ვაშვე სიმწრით ეს სარეცხი, მე რა გიჟური სახე მაქვს ღმერთო. ხო და ეხლა უნდა მივხედო, უნდა დავკეცო. რაღაც უნდა მოვუმზადო ამათ რო შეჭამონ. მე რაღაც საწერი მაქვს. და კიდე თქვენთან რაღაც ამბები მაქვს მოსაყოლის და დავკეტო. და რამდენი რამე გავაკეთე ერთად არ ვიცი და შოკოლადები დაკეთე. ბოროტი დედა ინახავს შოკოლადს მაცივრის თავზე. მითხარით რომ თქვენც ეგრე ხართ. და მარტომი არა ვარ ბოროტი დედა. მიგაყუდოთ შაქრის კილაზე. აუკნიდან შუქი მანათებს. ხო და ეს jobs აშკარა. ჩემი შვილების ჟრიამული ისმის. ჟრიამული ისმის. აბა. აბა. რა? ჰაი. მეც გიყურებდე? ჩურჩოდი გიყურება. ბინაში რომ გადმოვედით. მოულოდნელი სტუმრები ყავდნენ და მომიეტანეს ეს ტრიფელი. თხილით. გამარჯობა ბიჭებო. მომეწვა თავი ვისეუბნები. გოგო. ბავშვები მისვლა, მეთქი ვისეუბნება, გამარჯობა ბიჭებო. ხოდა ბლომად არის შიგნით. პერიოდულად ვეპარები და მივირთმე. მაგრამ ვისურვებდი
საერთოდ მხოლოდ შოკოლადის ყოფილიყო და თხილის არა. და საყინულეში მაქვს ხაჭოს მაჭკატები და ვფიქრობ ახლა ხაჭოს მაჭკატები მოვუმზადო გოგოებს და მიირთვან რომ ამობრძანდებიან თუ ყიდულიყო გავუკეთო. რამოდენიმე ხაჭოს მაჭკატს შევწვავ. და აი მე ისეთი რაღაცები ხდება ჩემ თავს. საიდან დავიწყო მოყოლა არ ვიცი. წავეცი. ჯერ ერთი საქმე გავაკეთე, მე მეორე და მე მოგიყვებით.